რატომ უნდა ვჭამოთ წახემსება? ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საჭიროა საკითხი. ძალიან ბევრი ადამიანი ამას არ აქცევს ყურადღებას, შესაბამისად კვების პრობლემებიც არ აყონებს. მე ლექს ოლეკიაშვილი ვარ, დაბალანსებული კვების კონსულტანტი. პირადი შედეგით -38 კილოგრამი. თუ გაინტერესებს კვების საკითხები, გამოიწერე ჩემი არხი. უყურე ჩემს ვიდეოებს და თუ გინდა რომ შენი კვების კონსულტანტი გავხდე, მომწერე პირადში. კვებიდან კვებამდე არ უნდა გამოვტოვოთ 3 საათზე მეტი. ეს შეიძლება ვიღაცისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ნორმალური კვება ასეა. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შენს ორგანიზმში დაიწყება შიმშილი, შიმშილის დროს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, ანუ სტრესის ჰორმონი, ორგანიზმი ჩათვლის რომ შენ საჭმელი ვერ მოიპოვე და იმისთვის რომ ნაკლები ენერგია დახარჯოს, ნივთიერებათა სულაც შეაჩერებს და რასაც შეჭამ, ცხიმში დააგროვებს. ამიტომ შეიძლება შენ ძალიან გინდოდეს გახდომა, მაგრამ თუ 3 საათზე მეტი ინტერვალებს აკეთებ ჭამიდან ჭამამდე, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოიმატო კიდეც. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ძილის პერიოდს. ახლა ძილის დროს არავინ არ ჭამს. მე ვსაუბრობ იმაზე, როდესაც გვიძავს და სრულფასოვან, ასე ვთქვათ, სამუშაო დღეს მიყვები. ამიტომ ყოველ 3 საათში ერთხელ ნახე, დავყოთ ასე. საუზმე, სადილი, ვახშამი. ამათ შორის საუზმიდან სადილამდე, სადილიდან ვახშამამდე კიდევ მინიმუმ თითო კვება უნდა ჩაამატო. ერთი საუზმიდან სადილამდე, ერთი სადილიდან ვახშმამდე. ანუ საბოლოო ჯამში გამოგივა 5 კვება, ოღონდ გაითვალისწინე. ანუ შენ თუ სრულფასოვან საკვებს მიიღებ წახემსებაზე, ასეთ შემთხვევაში შენ წონის კორექციაზე არც უნდა იოცნები, იმიტომ რომ შენ თუ მე დღის მეორე ნახევარში დაჯექი და ტოლმა და კატლეტი და შაურმა ჭამე, ეს რა თქმა უნდა არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ წონის კორექციაზე იფიქრო. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს რძის პროდუქტები, არსებობს თხილეული, არსებობს ინდივიდუალურად შენთვის შერჩეული პროდუქტები. აი ამიტომ გჭირდება კვების კონსულტანტი. თუ ვერ ახერხებ ბევრი რაღაცის ჭამას, ცოტა ჭამე. თუ არ გშია, ერთი ლუკმა შეჭამე, მაგრამ მაინც წახემსება ყოველთვის გააკეთე. თუ გაინტერესებს როგორ და რა უნდა ჭამო იმისთვის, რომ დღის განმავლობაში სწორად იმუშაოს შენმა ორგანიზმმა და ნაადრევად არ დაბერდე, ასეთ შემთხვევაში მომწერე პირადში. მოდი, ვილაპარაკოთ.